როდესაც ვისმენთ, რომ საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, მერცულ მოსახლეზე შემოსავალმა კი $10,000 გადააჭარბა, სრულიად ლოგიკურია გაგვიჩნდეს კითხვა, რატომ არ აისახება ეს რეკორდული რიცხვები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და საფულეზე. სინამდვილეში, მაკროეკონომიკური სტატისტიკა და რიგითი მოქალაქის ფინანსური რეალობა ხშირად და სრულიად სხვადასხვა განზომილებაში არსებობს. ამის მთავარი მიზეზი თავად ამ ციფრების დათვლის სპეციფიკაშია. $10,296 არ ნიშნავს იმას, რომ საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს ეს თანხა წლიურად ჯიბეში უდევს. ეს არის ქვეყნის მასშტაბით შექმნილი მთლიანი სიმდიდრე, რომელიც უბრალოდ მოსახლეობის რაოდენობაზე იყოფა. ეკონომიკაში ხშირად ხუმრობენ, რომ თუ ერთი ადამიანი მხოლოდ პურს ჭამს, მეორე კი ხორცს, სტატისტიკურად ორივე ნორმალურად იკვებება და დანაყრებულია. სწორედ ეს ხდება ეკონომიკური ზრდის დროსაც, შექმნილი სიმდიდრის ლომის წილი ხშირად მსხვილ ბიზნესსა და მოსახლეობის მცირე, უფრო შეძლებულ ნაწილზე ნაწილდება და არა რიგით დასაქმებულებზე. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია თუ კონკრეტულად რომელ სექტორებში ხდება ეს ზრდა, თუ ეკონომიკა ძირითადად ფინანსური სექტორის უძრავი ქონების ტრანზაქციების ან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე იზრდება, ამას მხოლოდ ის ვიწრო ჯგუფები გრძნობენ, ვინც ამ სფეროებში მოღვაწეობს. ამავდროულად ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია, მუშაობს სოფლის მეურნეობაში, მომსახურების სფეროში ან ისეთ პოზიციებზე, სადაც ხელფასები წლობით არ იცვლება. შესაბამისად, მაკროეკონომიკური წინსვლა მათ უბრალოდ გვერდს უვლის. არ უნდა დაგვავიწყდეს ფასების ზრდის მუდმივი ფაქტორით, შესაძლოა ეკონომიკა რიცხვებში იზრდება და ზოგიერთი სფეროში შემოსავალიც იმატებს, მაგრამ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, კომუნალურებსა თუ მედიკამენტებზე ფასები იმდენად მაღალია, რომ ეს ნებისმიერ მცირე ნამატს სრულად შთანთქავს. $10,000 ნიშნული ძალიან ლამაზად ჟღერს საერთაშორისო რეიტინგებისთვის და ინვესტორების მოსაზიდად, მაგრამ როცა მოქალაქე მაღაზიაში შედის, მის მსყიდველობით უნარს ეს მშრალი რიცხვი ვერაფრით ეხმარება. საბოლოო ჯამში მაღალი ეკონომიკური ზრდა ქვეყნისათვის აუცილებელია, რადგან ცარიელი ბიუჯეტით განვითარება ფიზიკურად შეუძლებელია, თუმცა ეს ზრდა მხოლოდ საძირკველია. სანამ ეს სიმდიდრე უფრო სამართლიანად არ გადანაწილდება და არ შეიქმნება ისეთი მასობრივი სამუშაო ადგილები, რომლებიც ადამიანებს რეალურად გადაარჩენს თვიდან თვემდე ხელფასის მოლოდინის რეჟიმს. მსგავსი სტატისტიკა უმრავლესობისთვის გაუცხოებული და არაფრის მომცემი დარჩება.